ქართველი პოეტის კიდევ ერთი აღიარება ამჯერად იტალიაში. რომის პოეზიის და ორი ქვეყნის იტალია-საქართველოს სიყვარულმა მკითხველი გააერთიანა. დანტეს საზოგადოებამ დავით მაღრაძის ლექსების კრებული გამოსცა. რომა ამორე. ქართული რითმა რომაულ საღამოზე. ნახეთ ქეთი ქარდავას ექსკლუზიური რეპორტაჟი იტალიიდან. დღევანდელი ეთერის ფინალური და უდაოდ ძალიან საამაყო ამბავი. დაფრთები, წყალობა ან თუა, სასჯელი რომ გახდე სამიზნე მონათა, დე-სენტ-ეგზუპერი გაგიმხელს ანტუან, დან ლივინგსტონი თოლია ჯონათან, ვისკიში რომ ჩაყრი ყინულის ბურთულებს, მძაფრდება რწმენა რომ სადღაც მეტიცაა, როცა ეკიპაჟი აცხადებს ტურბულენს, მაშინ პოეზია უდრის პეტიციას. ფრთებს პოეტს საკუთარი ემოციების სტროფად გარდაქმნა ანიჭებს. მაშინ, როდესაც ფიქრები შესაბამის სიტყვებს პოულობს და ავტორს მაღლა მიაფრენს. პოეზიის სამყაროში, რომელიც მუსიკის მსგავსად ისმინება და ბგერებით შესრულებულ ნახატს გავს, ყველაფერი ნამდვილია და ლამაზი. პოეზიას წარმოსახვის საზღვრები არ აქვს და ამიტომაცაა ის მიმზიდველი. მე მგონი პოეტი საუბრობს თავის სულიერ თავგადასავალზე, აწყოზე, მომავალზე და წარსულზე, სადაც სამივე დრო ერთმანეთში ისე იკვეთება, რომ ერთმანეთს წაშლიან და მარადისობის დრო ისადგურებს. ეს არ არის ესეთ განყენებული ან წარსული, ან მომავალი, ან აწმყო, ყველაფერი ერთად არის. ერთად არის და შენ სათქმელს ეძებ და შენ ემოციას უზიარებ მკითხველს. შენ სათქმელის განზრახვის იდეადეს თუ არის ასეთი, რა თქმა უნდა, ცდილობ რომ გადაიტანო განზრახვის სიდიადე სმენელის სმენამდე, სმენელის აღქმამდე. და საერთოდ მე ვთვლი, რომ ეპოქას, რომელსაც მოყვებიან პოეტები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პოეტი, რომელსაც მოყავს ეპოქა. ლექსებში ჩაქსოვილი აზრების სწორად წაკითხვა, აღქმა და გაგება მკითხველის ამოცანაა. პოეზია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მათთვის, ვისაც ამ ფორმით შეხედულებების გადმოცემის ნიჭი და უნარი აქვს. ქართველი პოეტის დავით მაღრაძის შემოქმედებას იტალია კარგად იცნობს. ეს პრივილეგიაა, აღიარება, დაფასება და მტკიცებულებაც იმის, რომ პოეზია, რომელიც ადამიანის სულს ავითარებს და აკეთილშობილებს, მიმზიდველი და უფრო მეტიც ჟანგბადია ყველასთვის. ჩვენი სამშობლოთი, ჩვენი ცნობიერებით მე მაინც ვფიქრობ, რომ ეკუთვნის ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციას. ანტიკური რაციოს, რომის სამართალის და იერუსალიმის რწმენის ქრისტიანობის ზნეობრივი საფუძვლების სინთეზში გაინასკვა დასავლურ ცივილიზაციას, რასაც უწოდებთ ჩვენ, რისი მემკვიდრენიც ვართ, სულიერად რასაც ვემემკვიდრეთ. ბიზანტიაც გვიანდელი ტერმინია, ეს აღმოსავლეთ რომის იმპერია, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლი და ეს არის ერთი დიდი ცივილიზაცია, რომელიც არის ჩვენი მშობლიური ცივილიზაცია, სადაც ჩვენი ცნობიერება არა თუ აღმოცენდა, არამედ ჩამოყალიბდა. იტალიასა და საქართველოს პოეზიის უხილავი და ჯადოსნური ძაფები აკავშირებთ. ის ადამიანები, რომლებიც თან მოყვებიან ეპოქას და მრავალფეროვან ევროპას ქმნიან. ერთობა ძლიერია და ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი. ამის მოსმენა წიგნის პრეზენტაციაზე სასიამოვნოა და საამაყოც. ამჯერად რომში შეკრების მიზეზი დავით მაღრაძის ახალი წიგნი გახდა. ეს ღვთაებრივი კომედიის ავტორის დანტე ალიგიერის საზოგადოებაა. მათი იდეა იყო იმ ლექსების ერთ კრებულში შეკრება, რომლებიც რაიმე ფორმით იტალიასთანაა კავშირში. გამოიცა 100 ეგზემპლარი ხელნაკეთი და ასევე წიგნი მასიური ტირაჟით. ასეც ეწოდა წიგნს რომა ამორ, რომის სიყვარული. როგორც საღამოზე ითქვა, ამ დარბაზში ხალხი რომის და საქართველოს სიყვარულმა გააერთიანა. პოეზიისთვის დრო ყოველთვის უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მუდმივი არაფერია. დაშვით ზეგანზე გამოჩნდა რომი, როგორც ლოცვაში ნათქვამი. ამინ. სტუდიაში
სტუმრებიც და მასპინძლებიც ამბობდნენ, რომ დავით მაღრაძის პოეზია მუდმივი აღტაცების, გაოცების, აღფრთოვანების და იმედის წყაროა. ძალიან ახლოს მიდის გულთან და ღრმა შთაბეჭდილებასაც ტოვებს. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის რომის სენატის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაღრაძის პოეზიასთან ერთად საქართველოს დიდ გულშემატკივარს. უსასრულოდ ბედნიერი ვარ, რომ ეს საღამო შედგა. საქართველოსა და იტალიას დიდი მეგობრობა ისტორიულად თანსდევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იტალიელებისთვის. საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამას ვაფასებთ, გვიყვარს და ვუფრთხილდებით. დავით მაღრაძე უდიდესი მასშტაბის ადამიანია, რომლის წვლილიც ფასდაუდებელია. პოეტმა აღნიშნა, რომ პოეზია მისთვის გადარჩენაა და არ არსებობს იმაზე უკეთესი პედესტალი ხელოვანისთვის, ვიდრე დანტეს საზოგადოება. მან მადლობა გადაუხადა იტალიელ ხალხს მრავალწლოვანი მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის და პოეზიის გულით ტარებისთვის. ღირებულებათა კრიზისის ეპოქა არის და პოეზიას აქვს უზარმაზარი მისია. როგორც თქვი, გავიმეორებ, როგორც წვეთში ოკეანე უნდა გადარჩეს, როგორც წამში მარადისობა უნდა გადარჩეს, ისე მოქალაქეში ადამიანი უნდა გადარჩეს და ამ გზაზე ძალიან დიდი მისია აქვს. შეიძლება როგორც არასდროს ისეთი მისია აქვს დღეს თანამედროვე ყოფაში პოეზიას და პოეზიის ძალას. იტალიაში ბევრი მეგობარი გამიჩნდა ამ წლების მანძილზე, რომელთანაც ყოველთვის მიხარია ამ ხალხთან ძალიან ხალასი ხალხია, თავისუფალი ლაღი ხალხია. ისეთი გახსნილი ოცნებით, გახსნილი ემოციით. Come una brace, il vero. Amen. კრებულიდან ნაწყვეტები იტალიურ ენაზე თეატრისა და კინოს მსახიობმა წაიკითხა. 20 წელია დათოს ვიცნობ და ეს ნამდვილი საჩუქარია ჩემთვის. ძალიან ძლიერია და ღრმა მისი პოეზია. მე როგორც მსახიობს მისი შემოქმედება დიდ შესაძლებლობებს მაძლევს. მაღრაძის ლექსების სინათლეა ჩვენთვის. დიდხანს სიცოცხლე დათო მაღრაძეს და დიდხანს სიცოცხლე მის ულამაზეს პოეზიას. ხელოვნება ქვეყნებს შორის სიახლოვის საუკეთესო გზაცაა და საშუალებაც. ასეთი საღამოები ეროვნული კულტურის სავიზიტო ბარათია. დავით მაღრაძე, მე მგონი, ცოტა ეგოისტურად ვიტყვი, ჩემი საქმის კეთებისთვის საუკეთესო მაშველი რგოლია, იმიტომ რომ ეს ის საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას იძლევა ჩემს და ჩემს კოლეგებს შორის, რომელიც აუცილებლად ჭირდება ჩვენ საქმიანობას სამომავლოდ კარგად გაკეთებისთვის. ბატონი დავითი, შემიძლია ვთქვა, ნამდვილი ქართული კულტურის ელჩი, არა მარტო იტალიაში, მთელს ევროპაში. მოხარული ვარ, რომ დღეს მე მის გვერდით ვარ. დავით მაღრაძე იტალიის პრეზიდენტის მიერ ვარსკვლავის ორდენითაა დაჯილდოებული. იტალიის შემდეგ მკითხველთან შეხვედრას უახლოეს მომავალში სხვა ევროპულ დედაქალაქებშიც გეგმავს. ცხოვრებაზე, წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, საბოლოო ჯამში კი მარადისობაზე. ბევრი ახალი ლექსი ჯერ ისევ დასაწერია და მოსასვლელია ჩვენამდე. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.